მე ძალიან მაგერია იდანაც სიტყვა თურქი მესხი. ასეთი არ არსებობს არც ყოფილი. ეს იქიდანაც არსებობს, რომ ასმინდის რაიონში მე სადაც დავიბადე გავიზარდე და ცხოვრობდი მათთან, აქ 11 სოფელში ცხოვრობდა ქურთი. 16 სოფელში ცხოვრობდა თარაქანა, რომლებიც ირანული წარმოშობის ხალხი იყო. 16 სოფელში ცხოვრობდა ანატოლიდან გადმოსახლებული თურქი, ხოლო 12 სოფელში გამამადენებული ქართველები და ანატოლიდან გადმოსახლებული მესხი. ამათ შორის ენაცხოვება იყო, ხასიათი, ზნეჩვეულება სხვადასხვა იყო. ამდენად მე შემიძლია ვთქვა, რომ მესხეთში ერთი ეროვნების ხალხი და თურქი ყველა არ ყოფილა. სხვადასხვა ერის ხალხი იყო ესენი, რომელთანაც ქართველ ხალხთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ. ისტორიულად მოდიოდა ეს ცუდი დამოკიდებულება და გასახლების დღემდე ცუდი მდგომარეობა იყო. არსებობს ვერსია თითქოს ამის მიზეზი ქართველთა ნაციონალისტური გრძნობები ყოფილებას, რაც მტკნარი სიცრუეა. მტკნარი სიცრუეა იმიტომ, რომ მე თვითონ თურქეთის სოფელში, თათრების სოფელში მიხდებოდა, ქურთების სოფელში მიხდებოდა მუშაობა იმ პერიოდში, როდესაც ისინი გაასახლეს 44 წლის ნოემბერში. და ასეთი შეფასება მათთვის ამ მოვლენისათვის მათ არ მიუწიათ. ეს იყო უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელიც გამომდინარეობდა თვით ამ თათრების, როგორც აქაური მოსახლეობა ვეძახდით, ჩვენ მათ, ადგილობრივი მოსახლეობა ვეძახდით მათ, მათი პოლიტიკური მწამსიდან. მოკიდებული 20-იანი, 30-იანი წლებიდან თურქები მათ ზურგს უმაგრებდა რა ახლოს დგომი თურქეთის სახელმწიფო, ყოველნაირად მიისწრაფოდნენ აქ მცხოვრები თათრები, იქითკენ რომ ადგილობრივი მოსახლეობა შეევიწროებიათა და თურქეთის მხარდაჭერით ძარცვა გლეჯას, ადამიანთა ყვლას, ყაჩაღობას ეწეოდნენ აქ. შემდეგში სამამულო ომის წლებში ყველას მოეხსენება ის, რომ ჩვენთან საზღვარზე სრულად შეიარაღებული დივიზია იდგა და ფეხს არ იცვლიდა გამაგრებული რაიონის ჯარების გარდა და მესაზღვრეების გარდა სრულად შეიარაღებული დივიზია იდგა იმის მოლოდინში, რომ თურქები თავს არ დაგსხმოდნენ, აქედან და გამუდმებულ ჯაშუშურ და დივერსანტულ საქმიანობას ჰქონდა ადგილი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათ პოლიტიკურად ისინი საბჭოთა ხელისუფლებისადმი არ ყოფილან ერთგულნი, კეთილად განწყობილნი და სწორედ ამას მოჰყვა მათი აქედან გასახლება. მაგას მე კიდევ დავუმატებდი იმას, რომ გასახლების შემდეგ მათ სახლებში ყველგან იარაღი იყო. ყუთებში შენახული იარაღი იყო და დაფლული იყო მიწაში და ამოვიღეთ გასახლების შემდეგ მათ ოჯახებიდან. აი ესე დამადასტურებელი ფაქტია იმისი, რომ ისინი კეთილი გუნებით არ იყვნენ განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ. იმის გამო, რომ ჩვენი რესპუბლიკის ცენტრალურ პრესაში გამოქვეყნდა ზოგიერთი ტენდენციური პუბლიკაციები, ამამ გამოიწვია მესხეთში, ქართველებში განსაკუთრებით დიდი შეფოთება. სანამ ჩვენ მოსკოვში წავიდოდით, მანამდე ჩვენ რაიონის მოსახლეობის სახელით კოლექტიური განცხადებით მიმართეთ ცენტრალურ კომიტეტს საკავშიროს, გორბაჩოვს, მინისტრ სასამართლოს თავმჯდომარეს რიჟკოვს, საგარეო საქმეთა მინისტრს შევარდნაძეს და შინაგან საქმეთა ministrs ბაგრატინს. მაგრამ ჩვენ ამ დაკმაყოფილდით შევაწუხეთ ჩვენი რესპუბლიკის ხელმძღვანელობა. ერთი წერილი გაიგზავნა ჩიტანავას, ხოლო მეორე წერილი გუმბათის სახელზე. ჩვენ ვემოდეთ საკმაოდ ხანს, მაგრამ პასუხები ან დაგვიგვიანეს, ან არ მეგვიღია. ამის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოსახლეობის თხოვნით მესხეთ-ჯავახეთის რაიონებიდან, როგორც არის ბოგდანოვკა, ახალქალაქი, ასპინძა, ახალციხე და დეგენი შევკრული ყავით ერთად. დელეგაცია 30 კაცისაგან შედგებოდა, მათ შორის 2 ქალი იყო. 26
ივლის ჩავედით ქალაქ მოსკოვში. ჯერ მოვინახულეთ ჩვენ საქართველოს სათვისტომოში მივედით. შემდეგ საქართველოს წარმომადგენლობაში და იმის გამო რომ 25-დან 30-მდე სტარდებოდა სესია, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება იმისა, რომ პირადად შევხვდებით გორბაჩოვს, რიშკოვს ან ნიშანოვს. რაგეს იმედები ჩვენ გადაგვეწურა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ერთ-ერთი გზა ის იყო, რომ გვენახა ჩვენი რესპუბლიკიდან სესიაზე დამსწრე დეპუტატები. ჩვენ ვნახეთ დეპუტატი ბუაჩიძე, ვნახეთ დეპუტატი ვალერია ნატვაძე. შევხვდით, რომ ამას იგი აი ამ საკითხზე მოვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ საბოლოო ჯამში, რომ როგორც დეპუტატი ვალერია ნატვაძე ჩვენი განცხადება, რომელიც 4 ეგზემპლარად იყო გაკეთებული, ერთი დაგვეტოვებინა უმაღლეს საბჭოში, ხოლო 3 გადავეცით დეპუტატ ნატვაძეს, რომელმაც ჩვენი დაბრუნების შემდეგ 2 რიცხვში სესიაზე გადასცა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს რიშკოვს, ეროვნებათა საბჭოს თავმჯდომარეს ნიშანოვს და მეორე დღით თუ არ ვცდები გადასცა გორბაჩოვს. შემდეგ ჩვენ დავბრუნდით საქართველოში და რა თქმა უნდა ჩვენ ველოდებით ამ ჩვენ განცხადების პასუხს. ჩვენს გაბედობას იწვევს უკანასკნელ ხანებში გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობამ თითქოს ვერ გამოიჩინა გონიერება და 30-იან წლებში თუ აზერბაიჯანული ენოვანი სწავლება შემოიღო ეგრეთ წოდებულ მესხელ თურქებში. ფაქტიურად საქმე სულიერად არ ყოფილა ასე. საქმე იმაშია, რომ მაშინ ყველას განურჩევლად შესთავაზეს ქართულენოვანი სწავლება და ქართულენოვანი სწავლება 30-იანი წლების შუა ხანებში მხოლოდ და მხოლოდ ქურთებმა მიიღეს და ქურთები სწავლობდნენ გასახლებამდე ქართულ ენაზე. დანარჩენთაგან ასპინძის რაიონში არც ერთ თათრულ სოფელში ქართულენოვანი სწავლება არ ყოფილა. უფრო მეტიც, ისინი დემონსტრატიულად უარს აცხადებდნენ ქართული ენის შესწავლაზე. სოფელში, სადაც მოსახლეობა უფრო მეტი ქართველები იყვნენ ვიდრე თათრები, ქართველები თითქოს სავალდებულო წესით თათრულ ენაზე ლაპარაკობდნენ. თათრები კი თითქმის არც ერთ სიტყვას ქართულ ენაზე არ ამბობდნენ. საერთოდ სკოლებში თათრის სოფლების სკოლებში ასე გაგრძელდა ეს 44 წლის 1944 წლის 1 აპრილამდე. 44 წლის აპრილში კი ყველა დაწყებითი სკოლაში, სადაც აზერბაიჯანული სწავლება იქნა შემოღებული, ქართულ ენაზე იქნა მოbrunებული. მას შემდეგ მათ დიდხანს აღარ უცხოვრიათ აქ და გასახლებული იქნენ კიდეც. უნდა აღინიშნოს, რომ რაიონში შექმნილია დემოკრატიულ საზოგადოებასთან ჯგუფი, რომელიც სწავლობს მესხეთში არსებულ პრობლემებს, დღევანდელ სიტუაციას. და უნდა ითქვას, რომ ამ ჯგუფში გაერთიანებულია მოსახლეობის თითქმის ყველაფენის წარმომადგენელი. და ეს სისხლხორცეული აზრი არის ჩვენთვის და აი ამ სისხლხორცეულმა აზრმა შეგვაკავშირა ყველა ძირძველი მესხები, ძირძველი წარმომადგენლები, რომლებიც გადაჭრით მოვითხოვთ, რომ ყოველგვარი პუბლიკაციები, ყოველგვარი გამოსვლები ამ მიმართებით, სადაც მოთხოვნა თათრების ჩამოსახლებაზე შეწყდეს. ეს არის მოსახლეობის თხოვნა, მარტო ჩვენი თხოვნა არ არის. აი ამ ჯგუფმა ჩაატარა გარკვეული მუშაობა და შემდეგშიც განაგრძობს მუშაობას ამ მიმართებით, რომ წინ აღუდგეს თათრების ყოველგვარ ჩამოსახლებას მესხეთ ჯავახეთში.
ახალციხეში ინაგან საქმე და რაიგან ყოფილების თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას იმ ხაზით, რომ ჩვენ ვემსახურებით ეგრეთ წოდებულ ატყურის სასაზღვრო ზონას, რომელსაც ადრე ახალციხის რაიონის ტერიტორიაზე დისლოცირებული სასაზღვრო ნაწილის მესაზღვრეები ემსახურებოდნენ. ჩვენი მუშაობა ძირითადად გამოიხატება შემდეგში, რომ ვამოწმებთ ახალციხის სასაზღვრო ზონაში შემავალ ყველა მოქალაქეთა პირადობის დამადასტურებელ საბუთებს და ასევე საშვებს. აქვს შემთხვევები, როდესაც ახალციხის რაიონის ტერიტორიაზე შემოსული სტუმრად მოქალაქეები არ გააჩნიათ სათანადო საბუთები, არც პასპორტი, არც ეგრეთ წოდებული საშვი და საერთოდ შემოდიან ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე. ასევე ადგილი აქვს შემთხვევებს, როდესაც ატყურის შლაგბაუმთან მოდიან ეგრეთ წოდებული თურქი მესხები, რომლებსაც სურთ შევიდნენ ზოგიერთი ტურისტების სახით, ზოგიერთ აინტერესებს, როგორ ცხოვრობენ, რას აკეთებენ და რა პირობებშია ახალციხის მოსახლეობა. სურვილი აქვს შევიდნენ, მაგრამ მინისტრ-საბჭოს დადგენილების საფუძველზე არის სათანადო მითითება, რომ ეს ეგრეთ წოდებული თურქი მესხები, რომლებსაც არ გააჩნიათ საშვი ან ვიზა, არ გავატაროთ სასაზღვრო ზონაში. მათი მხრიდან ადგილი აქვს ხოლმე უხეშ მომართვასაც და გვაძალებდნენ, რომ გინდა თუ არა გაგვიშვით სასაზღვრო ზონაში. მე-16 საუკუნეში, მას შემდეგ რაც ოფიციალურად გაფორმდა სამცხე საათაბაგო გურჯისტანის ვილაიეტად, მესხეთის მოსახლეობა მთლიანად ქართულია. 1595 წელს იმ სოფლებში, სადაც მე-20 საუკუნეში თურქები ცხოვრობენ, ოჯახების უფროსები არიან. სოფელ ყამზაში ოქრო, ლომინა, ბაინდურ, ბადურა, დავითა, იოსებ, საზარა, იანვარა, ხახუტა, გიგოლა, ვარძელ, ლომსა, თევდორე, ხარება, მაცაცა, გიორგი, პავლე, თარალა, ლონგულა და სხვანი. სოფელი დუმალაში ბადუჩა, კოჭლა, პაპუნა, იარალი, მამუკა, ბატატა, გრიგოლ, მახარა, ავდგომელა, პავლია, თევდორე, ნოდარა. ინდუსაში შოთა, ბედანა, შივაშ, ვარძელ, გრიგოლი, მახარებელ, აღობელ. ვარმეთში სამაგულა, ჩიმშერა, პაპუნა, გიგოლა, მირზა, მაისურაბ და ასე შემდეგ. მე-16 საუკუნის მესხეთში დაუსრულოდ შეგვიძლია ამოვიწეროთ იმ წინაპართა სახელები, სისხლთა და ცეცხლით რომ შეინარჩუნეს სამშობლო. სხვათა შორის გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, რომელიც ძვირფასი წყაროა საამისოდ თურქების მიერაა შედგენილი. ოსმალო მოხელე თავისი მიზნისთვის, საგადასახადო საქმის უკეთმოგვარებისთვის აღწერდა მესხეთს. მე-18 საუკუნეში მესხეთი კვლავ ქრისტიანია. გამაჰმადიანებულია მხოლოდ მაღალი წრე, როგორც ამას მიუთითებს ვახუშტი. მაჰმადიანდება უპირველესად რენეგატი ქართველობა, რომლისთვისაც ფასი დაუკარგავს ენას, რჯულს, საწმნოებას. მთავარი მოვლენები მაინც მოგვიანებით ვითარდება. ოსმალეთმა დაიწყო მესხეთის გამაჰმადიანება, მეფის რუსეთმა დასრულებული სახე მისცა ამ პროცესს და მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლების პოლიტიკა მესხების მიმართ კვლავ საბედისწერო აღმოჩნდა. სამხრეთ საქართველოს ეთნოგრაფიული ყოფის კულტურის ყოველგვარი ქართulis მოშლა განსაკუთრებული ენერგიით გაგრძელდა მე-19 საუკუნეში. ვინც კი რომელი ქვეყნისთვის მოსაცილებელი შეიქნებოდა, მესხეთში ასახლებდნენ. ჯერ იყო და თურქეთმა ქურთების პრობლემა იმით მოიგვარა, რომ დარბევასთან ერთად მესხეთს განდევნა ისინი, რითაც ორი კურდღელი დაიჭირა. თავიდან მოიცილა ქურთისტანის მკვიდრნი და მაჰმადიანური ელემენტი შექმნა სამცხე ჯავახეთში. სომხები, რომლებიც ერზრუმიდან 1828 წელს ჩამოასახლეს ადგილობრივ ქართველთა ნაფუძარზე, ვაჭრობის განვითარებას პირდებოდნენ რუსეთს. თვით რუსეთისთვის დუხობორთა რელიგიური სექტა დიდ პრობლემად იქცა ხოლგისპირეთში. რუსეთის სანაპირო რეგიონი, ჯავახეთი, დაასახლეს რუსის სექტანტებით მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში და თავიანთი პრობლემაც მოიგვარეს. კვლავ ორი კურდღელი დაიჭირეს ერთად. ჩამოასახლეს ბერძნები, გერმანელები და სხვანი. სამხრეთ საქართველოში რუსეთ-ოსმალეთის გამიზნული საქმიანობა დაგვირგვინდა მე-20 საუკუნეში, როდესაც
გამაჰმადიანებულ ქართველებს აზერბაიჯანის სკოლა გაუხსნეს. დღეს სტალინის შეცდომების გამოსწორებას ვცდილობთ. გასახლებულთა ნაწილი ბრუნდება, მაგრამ ეს მხოლოდ სტალინის შეცდომები კი არა, ისტორიის გამიზნული შეცდომებია. ვინ გამოასწოროს მეფის რუსეთის შეცდომა სამხრეთ საქართველოში არაერთი სხვა ტომი რომ შემოასახლეს ქართველთა აღრა გადასახლების შემდეგ, რამაც ამ მხარის ეთნიკური სიჭრილე გამოიწვია, ვინ გამოასწოროს სპარსეთისა და ოსმალეთის შეცდომები საქართველოს ტერიტორიაზე შემოსახლებული მომთაბარე ტომების შთამომავალნი რომ ცხოვრობენ და მრავლდებიან დღეს საქართველოში, ისტორიას იქმნიან და ლამის წარმართობის დროიდან მოსულად გამოაცხადონ თავი, ვინ გამოასწოროს დაღუპული თუ გასახლებული ქვემოქართველების ალაგას უცხო ტომთა ჩამოსახლების შეცდომები. სარწმუნოებრივი ბრძოლა განსაკუთრებით საფრდებოდა ომიანობის დროს. თუ 1909 წელს აგებულ ტაძარს უდეში ქრისტიანებთან ერთად მაჰმადიანებიც აშენებენ და თავიანთ თავს ტომით ქართველებს უწოდებენ, საშინელებები ტრიალდება პირველი მსოფლიო ომის დროს. 1917 წლის რევოლუციამ გამოიწვია ის, რომ ომი რუსეთსა და თურქეთს შორის ყოველგვარი მოლაპარაკების და ხელშეკრულების გარეშე შეჩერდა. შეჩერდა სამხრივად, რუსეთის ჯარი მოიშალა და გამობრუნდა უკან. საქართველო დარჩა თავისი შიშველი ხელებითა და საზღვრებით მეზობელი ვეშაპის პირისპირ. ვიდრე ფორმდებოდა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარიდან, დაუპირისპირდებოდა თურქეთის რეგულარულ არმიას, დატრიალდა საშინელებანი. გულმოცემული ადგილობრივი მაჰმადიანობა აღარ დაგიდევთ ტომით ქართველობას და დააერევა ქრისტიანებს. წინასწარ ეს მომენტი ერთგვარად მანამდეც იყო შემზადებული, ისინი შეარაღებულნი იყვნენ. წამოიშალა სარწმუნოებრივი მეზობლური სამსალა და თავს დაატყდა ქრისტიანობას. განსაკუთრებით ამ ამბებში აქტიურობენ მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის ადგილობრივი დიდგვაროვანი, რომელნიც რუსეთის რევოლუციამ შეაშინა, რადგან კარგავდნენ მამულებს. 1918-19 წლებში მესხეთის ისტორიაში დიდი უბედურება დატრიალდა. ჩვენ შევეცადეთ მოგვეძებნა უხუცესი ადამიანები თვითმხილველნი იმ საშინელებებისა, რაც ამ წლებში დატრიალდა. ყველაფრის მიუხედავად, შემდგომ კვლავ ერთად მოუწიათ ცხოვრება სარწმუნოებრივად განსხვავებულ ადამიანებს. დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ამ ომმა კვლავ ახალი იმედები ჩაუსახა ადგილობრივ მაჰმადიანებს. ისინი შეარაღებულნი იყვნენ. პირველივე დაძახებაზე შეეძლოთ თოფის ქვეშ დამდგარიყვნენ და გაემეორებინათ 18 წლის ამბები. ამდენად მათი გასახლება მთლიანად პოლიტიკური ფაქტი იყო და არა ეროვნული, როგორც დღეს უნდათ რომ წარმოაჩინონ. თითქოს ქართველებმა აყარეს და გაასახლეს ქართველებს საქართველოდან ჯერ არავინ არსად არ გაუსახლებიათ. გაასახლა ისინი საბჭოთა ხელისუფლებამ, როგორც პოლიტიკურად არასაიმედონი. მესხეთში ბრძოლა რომ სარწმუნოებრივი პოლიტიკური იყო, ამის დასადასტურებლად ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. დღეს აღარავის უნდა აღიაროს, რომ გასახლებულთა ნაწილი მაჰმადიანი ქართველია, რომ ისინი გარეშე ძალამ ერთი სისხლისგან ჩამოაყალიბა თავისი ქვეყნის მტრად. ყველანი იქცნენ თურქ მესხებად, თუ მესხეთელ თურქებად. ამ უკანასკნელზე საშინელი ენობრივი კონსტრუქცია წარმოუდგენელია ქართულში. ჯერ კიდევ 1927 წელს ახალციხის მაშინდელი მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლები აღწერენ ეთნოგრაფიულად სამხრეთს და მათთვის ჩვეულებრივი ტერმინია მაჰმადიანი ქართველი და ქრისტიანი ქართველი. მაგალითად, სოფელ ზველზე ნათქვამია, გარდა ქართველი მართლმადიდებლებისა, აქ ქართველი მაჰმადიანებიც ცხოვრობენ, რომლებმაც საუცხოოდ იციან ქართული ენა. ქართველ მაჰმადიანთა გვარეული სახელებია იშიღიანი, ჭედლიანი, ყოჩიანი, დევრიშიანი, ჯაფარიანი. სოფელი ჭობარეთი, აქ 180 მოსახლე ცხოვრობს, უმრავლესობა ქართველი მართლმადიდებლები არიან, ხოლო მცირე ნაწილი მაჰმადიანები. სოფელი შურდო, ცხოვრობენ ქართველი მაჰმადიანები, გვარები ჭარელიანი, გორიანი, ცაცალიანი, კატანიანი, გუჯალიანი, მოსიანი. 1893 წლის დოკუმენტის მიხედვით, მაჰმადიან ქართველთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ქართველებად იწერება ეროვნებით. ჩამოთვლით სოფლებს, საიდანაც შემდეგში გაასახლეს მოსახლეობა როგორც თათრები. ისინი 1893 წელს ქართველები არიან. აი ეს სოფლები და
სასოფლარები. აფიეთი, არძნე, ბოლაჟური, ღაღვი, გოდერძი, გორთუბანი, გუგუნაური, დერცელი, ზანავი, ზარზმა, ზედუბანი, კეხოვანი, ლაშე, მოხე, ნამნიაური, ფლატე, საირმე, დიდისმა და პატარასმა და უთხუსუბანი, ციხისუბანი, წრე, ჭეჭლა, ჩორჩანი, ვალე, ქობისხევი, კოპაძე, ორფოლა, საკირე, საყუნეთი, ტაძრისი, თისელი, ტყემლანა, წინუბანი, წოხტევი, წრიოხი, ბოგა, გიორგიწმინდა, ზეუბანი, კლდე, მიქელწმინდა, მუგარეთი, ფერსა, სვირი, წმისი, ჩოხტა, შურდო, აბი, ზიკილია, ზედა და ქვედა ოშორა, ხერთვიცი, შვიდრავადა. 1893 წელს გამოსული 1886 წლის აღწერის მასალები კიდევ იმით არის საინტერესო, რომ მესხეთის მოსახლეობის აღწერისას მითითებული არ არიან თურქები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მესხეთში თურქებს არც უცხოვრიათ ყოველგვარი ადმინისტრაციული მმართველობა, ადგილობრივ გამაჰმადიანებულ ქართველებზე იყო დამყარებული. გადაჯიშებული ქართველი კი ყველას კარგად მოეხსენება ყოველგვარ მომხდურზე, ყოველგვარ შინა თუ გარეშე მტერზე უარესია. ან კი რომელი თურქის აშენებული შეიძლება იყოს, ვარძია, ვანისქვაბები, ყუმურდო, სამსარი, საფარა, ზარზმა, აწყური, გავეთი, საღამოს, ფოკის, განძის, სათხის ეკლესია ტაძრები, ხერთვისის, შაორის, საროს, თმოგვის, ვარნეთის, ოქროს ციხეები, მესხეთის ტერიტორიაზე მოიპოვება ადამიანის უძველესი საცხოვრისიდან მოყოლებული უძველესი წარმართული და უძველესი ქრისტიანული ძეგლები, ვინ რომელმა თურქმა შექმნა ქვის დიდი ჰარმონია, რომლის პატრონიც მესხეთია. გვარი ადამიანის ეროვნების ერთი აუცილებელი ნიშანია. ამიტომ ასე დაჟინებით აიძულებდა მეფის რუსეთი ქართველებს ჩამოეცილებინათ ტრადიციული ქართული დაბოლოებანი და დაემატებინათ რუსული ով. ბევრი ასეც მოიქცა და საამისო მაგალითების ჩამოსვლა შორს აგვიყვანეს. ქართველი მაჰმადიანები მეფის რუსეთის ამ დაწოლას ძირითადად გადაურჩნენ, მაგრამ ვეღარსად გაექცნენ თანამედროვე 20-30-იანი წლების არასწორ ეროვნულ პოლიტიკას. იერიშებულ ქართულ გვარზე ასევე არ ახალია. ამ გამიზნული პოლიტიკის მაგალითების დაძებნა არ გაჭირდება. ჩვენ შეგვიძლია წარმოვადგინოთ გვართა ევოლუცია, თუ როგორ ხდება ქართული გვარის თანდათანობით ჩამოცილება. 1930-იანი წლების ბოლოსათვის ტიპურია ასეთი გვარსახელები: მუხაშვილი მავლუდ ალიოღლი, ომარაშვილი ალალი ასრათოღლი, ცეკვიაშვილი შაქირ საფაროღლი. გვარი როგორც ხედავთ, ქართულია, სახელი ჩვეულებრივ თურქული და მამის სახელი კი უკვე თურქული კონსტრუქციითაა წარმოდგენილი. თანდათან ჩამოსცილდა შემდეგ ქართული გვარი და დარჩა ასრათოღლი, საფაროღლი, ალიოღლი და ასე შემდეგ. ზოგმა ასე დაიტოვა, ზოგმა კი ოღლი ჩამოაცილა და გაიკეთა ოვიანი დაბოლოება. ასე დაამგვარად თურქობენ დღეს ასრათოები, საფაროები, ალიევები და სხვანი. დღეს არავისთვის ვინც ამ ეგრეთ წოდებულ თურქ მესხებს იცნობს და მათთან ურთიერთობა ჰქონია, დამალული არ არის, რომ პასპორტში დიდი ამბით უწერიათ მათ ყაზახი, აზერბაიჯანელი, თურქი, ყირგიზი, ზოგს ქართველი და თქვენ წარმოიდგინეთ კავკასიელიც. თუ შეიძლება ასპინისგან, ადიგეინიდან, ახალციხიდან, ახალქალაქიდან გასახლებული კაცი, თუნდაც მაჰმადიანი, აზერბაიჯანელი, ყირგიზი ან ყაზახი იყოს, ფიქრობთ უკვე ნათელია, რომ სადაც მივიდნენ, იქაური ეროვნება ჩაუწერეს მათ. კითხვა შეიძლება სხვაგვარად დაგვესვა. კი, მაგრამ თუ ყაზახია, აზერბაიჯანელი, ყირგიზი და სხვა კავკასიელი თურქები როგორ ღარიან, როგორ გააქვთ უფლება დაბრუნდნენ უკან და იქცნენ თურქებად. პოლიტიკური კატაკლიზმები კარგად ჩანს ახალციხის ციტადელის მაგალითზე. აქ ამ ადგილზე ყოველთვის სამხრეთის მმართველები ისხდნენ. ქართველი კაცის შერჩეულია აქ ფოცხევისა და მტკვრის შესართავ ზევით სტრატეგიულად საიმედო ადგილზე ციხის ასაშენებელი. მათივე აგებულია ახალციხის ციხე.
მოვიდა ოსმალო და მოუღო ბოლო ქრისტიანობას, უყალოდ კი ვერ გააქრო იგი. ტაძრის ეს კედლები ჩაშენდა გალავანში. ეს ქართული ორნამენტები აბანოების ფასადში აღმოჩნდა, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ეკლესიას გარიყო აქ. აშენდა მეჩეთი, მედრესი. მოვიდა რუსიდან, ააგო ყაზარმა. პოლიტიკური ბატონობის სიმბოლო ტრადიციულად ახალციხელთა საჯდომი იყო, თორემ დღეს ამ მცირე ტერიტორიაზე რა ჯარი უნდა დაეტიოს. ჯარი ჯარად, მაგრამ სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც ციტადელის ტერიტორიაზეა, იქნებ ბოლოს და ბოლოს გადაიტანონ აქედან. დღეს ხომ პოლიტიკური ბატონობა სხვაგვარად არის დადასტურებული. სიტყვა გაგვექცა. კვლავ პირველ სიტყვას რომ მოვიდეთ, ახალციხის ციხის მაგალითი ნათლად დადასტურებს მაჰმადიანური სარწმუნოების თანდათანობით გაბატონებას სამხრეთში. ჩვენი ისტორიის მთელი უბედურება ის იყო, რომ სარწმუნოების ცვლილება ისტორიულად ეროვნების შეცვლის ტოფასი ხდებოდა, რაც განაპირობებდა შემდეგში დიდ კონფლიქტებს და ჩეხვა დანაწილება საქართველოსაც. ჩვენ გვინდა თვითმხილველთა მომსწრებთა უხუცესთაგან ამბობი, ჩანაწერი მივიტანოთ მაყურებლამდე, ვაჩვენოთ მესხეთის აქამდე ტაბუდადებული წარსულის ერთი ნაწილი. ვაჩვენოთ და გარკვეული კონკრეტული კომენტარებისაგან თავი შევიკავოთ. განსჯა მაყურებლისათვის მიგვინდვია. მე აფნიდან ვარ. ჩვენ აფნიელებს ზედავარძიაში ქონდა ბაღები. ქურთობა რომ მომრალდა, ვეღარ გაუძლო ხალხი ვერ ჩამოდიოდა ქალის ძალის შიშით. აი კრიფაზეით მარტო ჩემ გვარმა შეინარჩუნა იქ 2 ჰექტარი ადგილი. არტრაბა ხომ დევნოსაძიები ცოტა ჯიუტი ხალხი იყო. 54 ჩვენ ხელში იყო. და ახლა თავიდან რო დავიწყოთ, მე აი ამ ქოხში ვარ დაბადებული. წინათ ქართველები ორ სულქალ მინდორში არ გაიყვანენ. დედაჩემი აქ გამიეგზავნათ. ქურთი ბებიას აუხელია ჩემთვის თვალი. აქ ქურთები იყვნენ. არ ვიცი როდის ჩამოსახდნენ ეგ ქურთები, ამის დაზუსტება არ შემიძლია. უთქვია რომ მოიტანეთო ორიო ძველი ხანჯალიო და ზედეს ბავშვიო დავაწვინოთო რომ აქაო ჯინები არიანო და არაფერი დიერთოს ბავშვსაო. დაუწვენი ვარ ხანჯლებზე შეუკრიათ 40 დღე ყოფილ ვარ მაგრე და მერე გაუგზა ჩამოსულა ნაფნიდან აუყვანი ვარ ზევით. იქ რო აუყვანი ვარ ბებია ჩემუთქვია მამა ჩემის დედას. იმ ურჯულომა ამბავს რაღაცა ხანჯლები დაანათლავ, ამას თუ ჩხუბი და დავიდარება არ აღსილდებაო. ხო და სასწაულით ამიხდა მე. პატარა ვიყავი კრავში დავდიოდი, გარშემო აფნისა სუთათრები იყვნენ, თათარი, ქურთი, იეზიდი, მუთრუფი. მეკრავეები მებძოდნენ, დღე არ გავიდოდა რომ თავგატეხილი არ მივსულიყავი სახლში. გავიზარდე გუთნის მუშახარ ვაძოვდი, ჩვენ გადვიყვანდით იმით ყანებ მოვაჭმევდით, თუ მოგვისტრომდნენ წავიდოდა ჩხუბი. ახლა ისინი გადმოიყვანდნენ საქონელ, ჩვენ ყანებ მოვაჭმევდნენ. მოკლედ ჩხუბის მეტი მე არაფერი მინახია ჩემ ახალგაზრდობაში. 18 წელში რომ მოვიდა ბრძანება რომ აბა გაიქეცით, ვისაც შეგიძლიათ მუხში ძალა გაქვთ, თურქეთი მოდის, უნდა გაგწყვიტოთ. შუაღამისა შევაბი თურმები, მაისი იყო, წვიმიანი დღე იყო,
რა გაჭირებით გაველი სოფლიდან, მაგრამ ძროხები რო გავრეკეთ, ხბორების სახლში იყო, ძროხები უკან გამორბოდნენ. ეს ისტორია ძალიან დიდია, მაგრამ მე იმ ხანებში სოფლიდან ვერ გამოიქცა ერთი ოჯახი, ივანიძე გიგოლა, ცოლს ნინო ერქვა, გოგოს დარო ერქვა. კარგა მახსოვს მე. ისინი გიეწყვიტათ სოფელშივე. მოსიძე ზაქარაი, შვილი იოკიმე, ჩემი კბილა ბიჭი იყო, ერთად დავდიოდი სკოლაში გოგაშენში. და სოლომონ გვარი დამავიწყდა ვახტანგიშვილი. ღამე მოსულიყვნენ ურმებზე დიეწყო ტომრები, ორმოში ჰქონდათ პური. მიესწროთ და თათრებს გიეწყვიტათ ზედ უღელზევე დიეკლათ. მერე 19-ში რო გადმოველით, ეს ამბავი გვითხრეს თათრებმა. ისინი აბრალიდნენ ოსმალეთ. და რა ვიცი, ოსმალეთმა გაწყვიტა თუ აქაურ ხალხმა მოკლედ ჩვენთვის ეგ ბნელა. აი ეს 6 სული, 6 ადამიანი ნახდათ აფნიაში მოხდა ეგ უბედურობა. ახლა რო იძახიან კაცო რომ ჩვენ მესხები ვართო და გინდა თუ არაო მოვალთო. რა ფერ არიან მესხები? ჩვენ რო აქ ჩამოვდიოდით ხილის დასაღებად, ორი კაცი და გვეყენებინა აი კლდის თავზე რომ ყარაული ისე გაგვევლო. ქვას ლოდ გვიშენდნენ. სალამ მივცემდით ქართულად, ეგ ძაღლის ენას დაანებეთ თავი, თათრულად სალამ ალეიქიმი თქვითო. მე არ ვიცი, მე პირდაპირ გაკვირვებას ვარ, რომ ეგენი როგორ გაკადრულოვე, როგორ გამობერო, ჩვენო ქართველები ვართ. ნახევარი თათარი იყო ამ სოფელში, ნახევარი ქართველი იყო. ურთიერთობა ერთმანეთთან ხმაში ერთმანეთთან არ ქონია. არადროს არ ქონია. ჩვენ როცა იმას ხარდავს მიდორს სამუშაოდ გავგზავნით, ჩვენ წავყოლეთ, რომ გვეშინოდა ამ თათრებისა. არ შეიძლებოდა დობა არ იყო, ერთმანეთთან დობა არ იყო. ჩვენ ისინი გვენდობდნენ, ჩვენ იმათ ვერ ვენდობოდით. ისეთი უნდოდი ხალხი. მერე როცა 18 წელი დაიწყო, 18 წელში ამდენი შემოსევები იყო, თათარმა შემოუცვალა იქიდან, თასრის სახელმწიფომ შემოუცვალა პაშამ, რომ ჩემი ერი მოვიდეს, მე შევაარაღო და გავუგზავნო. წავიდა აქედან ხალხი და შეარაღა ეს ხალხი ადგილ ხოფაში, საზღვარზე. ეს ასე რომ იქნა შეარაღდა ხალხი, მერე დაესია ამ ადგილობრივ ქართველს, ჩაიკრა გზიები. აწევი და ხერთუსი ჩაიკრა, რომელიც გასავალი არც არ იყო, არც ვერცი გავიდოდით, ვერცი გამოვიდოდით, ასევე დავსით რაღაც ის ციხეში. აქაურ თათრებმა ჩვენი ხალხი ბევრი აჭალეს, ზოგი დახოცეს. ჩემო ბატონო, აი აიღოთ ნაციონალ ხალხში ვარნეთი ჯერ. ვარნეთი ჩვენი პაპები, ბიძიები. ჯერ ორ ძმას ჯერ ყურები დააჭრეს. მერე ცხვირი მოაჭრეს. მერე გახურებულ ფეჩში ხელები შეაყოფინეს და ისე დახოცეს. იმათი ქალები თათრემა ითქვიეს. თათრემა წაიყვანეს. კი არ მისდევდნენ ძალით. აი ზურაბას მამა იყო ლოგინში ავათ იყო. გააჩათავა ეგ ავათარი შეგაო. გაიჩო წამოლიო ჩოგოაკო. მივინე დაახალეს თოფი და იქ შეგვე მოკლეს ლოგინში. მამა ჩემ დასწრეს თოფის კონდახე და ჩაჩეხეს. დაჩა მოვკლას აქვე. ისე დავცხეო რომ მე მოკვდება ნუგეშინიო. აი ვარნეთელემ, აი მეზობლემ. ჩვენთან აზრილი.
ადგა წავიდა კიდევ გარე ბიჯა იყო ჩემი ზურაბა ბიჯა იყო წავიდა გავიდა თარაკმე შუეგია თავი გადიირჩინოთ გავიდნენ როკეტ ზეიდან დაინახეს ბავშვიც მოკლეს ერთი 2 წლიანი ბავშვი ხანდა ქალიც მოკლეს ციცონაც მოკლეს და გაიარესა წავიდნენ როდესაც აი მათ თათრემა და აზგვიტელმა თითოეულ მეზობელი იყო და აზგვიტა და ისა დადეში ხო იცი რომ ახლო იყვნენ გამოიყვანეს ქალი არ დაანებდა ხო იცი არ დაანებდა და დაიჭირეს მოკლეს და ერთი 8 წლის ბავშვიცა მიიყვანეს და ზედ დაკლეს ამ ქალზე ზედ დაკლეს როგორც წამოაქციეს ჯროხან ან და ცხარი დაკლა ისე დაკლეს ნაცნობი ხალხი იყო მოხვები კიდევ ახლა მოვიდნენ კიდევ ჩვენებური ვარეცა ჩავიდეთ ეგია ერთად ვიყავით ერთად აჟარდენითო და მე თუნი ახლა არ შეგვინახონო ჩავიდნენ ნახევარგზაში ჩავიდნენ და იქვე დაახალეს ისაც მოკლეს ნაცნობი ხელი რომელი ხელი ისა გაგეთეხა ჩვენი პორმარელი ამოვიდოდა იმათი მაგრამ არ ვიცი მომენტი შეიყო რაგორი იყო არ ვიცი ისინი ახლა ყოფილიყვნენ ნახევარი თურქეთში წავიდოდა ჩვენ ხალხ ბევრ გასწრებდნენ ჯერი დაუკახიათ ერთი როდაკედან გაასახლეს ერთი მოდენი ვიღი შევოდესო რომ ერთი კიდევ დაბრუნდებოდით და მაშინ ჩვენ და თქვენ ვიცოდეთო და მიდიხარ რაგენდა წადი აი კიდევ რამოდენი ინტერესი ჰქონდა რამოდენი ის ჰქონდათ ახლა კიდევ ის ქნესო მოვდიო წამოვიდეთო ჩვენ მამა პაპის ადგილშიო ეგენი ჩინჩინ ვერა ისე გაგონილი მაქრო მაგათი მოძგმა წინწინელი მამა პაპის პაპა ქართველი ყოფილა კუნცაში თათრები იყვნენ როკეთში ერთი რამთენი მეკვამლი ქართველი იყო ხეთში კიდევ ერთიან თათარი იყო ტოლოში ნახევარ ქართველი იყო ბევრი იყვნენ ეგენი ბევრი ეს ნიალარო არის ახლა ჩემო ბატონო მე ის ვანი ბუჟმარეთი ეგენი მაგასთან ეგენის რო ის ტრილიღონ ჩვენ წიწილი აღარ დარჩებოდა ებაგათი შეინახეს ჩვენი ხალხი ვინც რო მოხვა იმასთან ჩვენი ხალხი შეინახეს მაგ თარაკმები ხალხი იყო ჩვენ აღარ ხოჩენდნენ და პირიქით გვინახენდნენ ხოლო ძელი ადგილობრივი თათრები ერლი უარესი რომელია რომ ეგენი წინწინენაგი ესახლებინათ ეხლა კი არ სარან გაიზდნენ სარან ბევრი გახდნენ ჩვენ საფეშხა ნახევარზე მეტი ნახევარი თათარი ცხოვრობ ნახევარი ქართველი ცხოვრობენ ბრიგადაში სამუშაოდ რომ წავსულიყავით იქ ერთი თათარიც რომ ყოფილიყო ბრიგადაში უნდა გველაპარაკა თათრულად უნდა გველაპარაკა იმდენი იმათი ზეგავლენა იყო მე თუ ახალგაზრდა რომელიმე ბევრს კი იცოდა ქართული ესმოდა მაგრამ არ ლაპარაკობდა თუ დაელაპარაკებდა თამეთ უფროსები ეტყოდნენ რომ მაგ ოლა ითინ დილი შეილამეო ესე იგი ძაღლის ენას ვლაპარაკობო ასე გაუჯავდებოდნენ თამეთ უფროსები თავიანთ შვილებსა 43-44 წლების ამბავ 44 წელში აქ რომ ჯარი შემოვიდა და სუდაბეკრებით მანქანები შემოვიდნენ ჩვენ ასე გვეუბნებოდნენ თათრები ნუ გეშინიათ ქართველობო თუ რამე მოხდა ომი დაიწყო ჩვენ შეგინახავთო მაგრამ როცა იმათი გადასახლება მოხდა და გზაში მიდიოდნენ ამას გვეუბნებოდნენ აი ქართველებო თქვენი ქორწილი უნდა გვეჭამა და თქვენ ჩვენი ქორწილი ჭამეთო 1944 წლის ოქტომბრის ბოლო რიცხვებში მესხი თურქების გასახლებამდე მე როგორც მეხრეთ ვახტი ორ კარგ ბერიკაც
როცა ჩამოვიტანეთ ურმით ნამჯა სოფლის ბოლოს, გამასვენეთ ხარები, მევალებოდა მე როგორც მეხრეს ღერძისთვის უნდა მესაფლე. ამ დროს წავიდა საუბარი. თათარი ეუბნება არჩილ დიასამიძეს, ერიკაც, რომ იცით ეს ჯარი რისთვის არის შემოსული აქ. აი დღეს ხვალ შემოვა ჩვენი თათარი და მერე ნახეთ თქვენი დღე. ერთი ჭრელი ძროხა მყავს, ესეც უნდა დავკლა მათთვის. ამ დროს ძიარჩილმა გადმოიღო თავისი სამუშაო იარაღი და პირდაპირ გაურჭო ამას მუცელში. ეს იყო და ეს. ამით დამთავრდა ის დღე. ერთი კვირის შემდეგ მოხდა ის ამბავი, რომ 1944 წლის 4 ნოემბერს თათრების გასახლების დღე როცა იყო, მაშინ ვახდი მე ერთ ოჯახს, როცა ოჯახიდან გამოვიდნენ ცოლი და ქმარი და ცოლი ეკითხება ქმარს, როცა ქმარმა დაიწყო ტირილი, რომ მე ვცილდები აქავრობას. რა გატირებს შეახმახო. როცა 918 წელს ქართველები თქვენ ხელში ყავდათ, მაგათი სისხლი უნდა დაგელიათ. არ უნდა გაგეტოვათ მაგათი დიდი და პატარა. დღეს კი ესენი მშვიდობიანად გაცილებენ თქვენ. აი ამ საუბრის დროს ქალმა წამოჰკრა ფეხი ქვას, როცა წაიბორწიკა, ამ დროს კაბამ წამოუფრიალა. კაბის ქვეშ ჰქონდა მას შემოკრული იარაღი, ხანჯალი, ლევორვერი, ვერცხლის კამარზე. ვინც ახლდა ის ჯარისკაცი გამცილებლად, შემოხსნა ეს და მიართეს თავიანთ უფროსობას, რომ თათრის ქალი აი ამ დროსაც, ამ დღესაც ასეთი შეიარაღებული იყო. აი ასეთი ფაქტების და მოწმე გავხდი მე ახალგაზრდა მაწველი, რომელიც მაშინ ალბათ 14-15 წლის ვიყავი. მე მაშინ მუშაობდი საქართველოს კომუნისტური პარტიის ასმის რაიკომის მეორე მდივნად. აქაური თათრების, ქურთებისა და თარაქმების გასახლების მთავარ მიზეზი იყო ის, რომ რაიონის ტერიტორიაზე ხშირად ირღვეოდა საზღვარი. თათრების გასახლების ამბავი 1944 წლიდან წლის შემოდგომას დაიწყო. 2-3 თვე მოსამზადებელი მუშაობა ტარდებოდა ამ საქმეში. შინაგან საქმეთა ჯარის ნაწილები ამ თათრულ და შერეულ სოფლებს ვიძახი, იმიტომ რომ იყო აქ სოფლები, რომ თათრებიც ცხოვრობდნენ და ქართველებიც. შერეულ სოფლებში ყველა თათრული და თითქმის ქართული ოჯახები შესწავლილი იქნა თუ რა შესაძლებლობის იყვნენ ეს ხალხი, რა შესაძლებლობა ჰქონდათ, ყველა დაწვრილებით იქნა შესწავლილი. შემდეგ გასახლების წინა დღემდის როგორც პარტიის რაიკომის მეორე მდივანი და საერთოდ ხელმძღვანელები გარდა ვერ ვიტყვი პირველი მდივნისა, თითქმის არაფერი არ ვიცოდი თუ ვინ უნდა გასახლებულიყო, ვის რა მოელოდა ამ ამბავში. რაიონის აქტივ შორის იყვნენ სასოფლო საბჭოს თავმჯდომარები, ძმები ბერიძეები. ერთი მუშაობდა შალოშეთის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ, მეორე ვანის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ. აი ჯერ გასახლების არაფერი ამბავი არ იყო, რომ რაიკომის პირველმა მდივანმა ამ ძმებს შესთავაზა, რომ შეეცვალათ ეს თავიანთი ეროვნება და ქართველება დაწერილი იყვნენ. არავითარ შემთხვევაში არ გააკეთეს. არც გააკეთა აგრეთვე საქართველოს უმაღლეს საბჭოს დეპუტატმა მურთაზ გელაშვილმა. შარიფოღლად დარჩა. შემდეგ რაიონის აქტივ შორის ძალიან ბევრი იყო ადგილობრივი თათრების წარმომადგენლები. აღმასკომის თავმჯდომარე თათარი ყავდა, პარტიის რაიკომის პარტკაბინეტის გამგე თათარი იყო, ინსტრუქტორები კიდე ყავდნენ, განყოფილების გამგეები და სხვათა შორის აქტივ შორის არ იყო ცუდი ურთიერთობა დამოკიდებული. რაც შეეხება თურქების დაბრუნებას, თარაქმების და ქურთების, მე მგონი ეს იქნება უაზრობა. ადგილობრივ მოსახლეობასა და იმ ჩამოსულებს შორის არ იქნება კარგი განწყობილება. ჯერ ერთი რომ ასპინძა ისედაც მცირემიწიანი რაიონია, აქ ჩამოასახლეს იმერეთიდან, დუშეთის რაიონიდან, აჭარიდან, კიდევ ადგილობრივები ვიყავით და ყველა ეს ხალხი ასე თუ ისე შეეჩვია ერთი მეორესა და ეხლა თურქების აქ ჩამოსახლება ეს იქნება ადუღებულ წყალზე ცივი წყლის დასხმა. იგი 53-54 წლებში თათრების გასახლებამდე თათარ ბავშვებს
თათრული სექტორს ვასწავლიდი ქართულ ენას. ძალიან უჭირდათ ქართული ენის სწავლება, არ უნდათ. უფრო ძირითადად სწავლა უჭირდათ. ძირითადად თათრულ ენას ეტანებოდნენ. როდესაც მიუთითებდით, რატომ არ სწავლობთ ქართულ ენას, რომ კარგად ისწავლოთ მეთქვი, აი ჩვენ რო გვინდა თქვენი ენა, თქვენც ისწავლეთ მეთქვი. თქვენც ისწავლეთ კარგად და მოვა დრო და ნახავთ თქვენ რა დღეს დაგაყენებთო. ამ რამდენიმე წლის სამოგზაუროდ მოვხდი ალმა-ატაში. მაინტერესებდა აქაური გასახლებული თათრების ნახვა. და მოვინახულე ერთი ჩემი ძველი ნაცნობი კაცი, იბრაგიმოვ შაი ხალილოღლი. ხო. მასთან საუბარში მან განაცხადა, რომ მე აგარაში რის პატრონი უნდა გავხდარიყავი, აქ ორი სახლი მაქვს, ორი მანქანა მყავს, 7 გოგო და ერთი ვაჟიშვილი მეყოლა. ყველა თითქმის დაბინავებული მყავს. ცხოვრება აქ გაცილებით უკეთესია, ვიდრე მაგალითად აგარაში ჩვენ ცხოვრობდით, მე რო ბავშვი ვიყავი. მამა ჩემი წელებზე ფეხს იდგავდა და წლიდან წლამდე ძვირს ცხოვრობდით. აქ კი საკმარისია მინდორში გახვიდე და ფული თავისით შემოდიშო. აი ნამდვილად იმის სიტყვებია ხო? რამდენიმე თვის წინათ შევხვდი მე აქ ჩამოსულ ყოფილ კოლმეურობის თავმჯდომარედ ძველში ნამუშევარს ბინალი დევრიშოვს, რომელიც იყო ჩამოსული აქ და შევეკითხე უბრალოდ ზია ბინალი ხომ არ აპირებთ აქეთ ჩამოსვლას, აქ დასახლებას, დაბრუნებას. მან ვიპასუხა, რას ამბობ შვილო, 86 წლის კაცი ვარ. აღარც მკვდრებს, აღარც ცოცხლებს არ ვარგივარ. შვილები და შვილიშვილები ყველანი კარგად არიან მოწყობილი. გავიდა მის შემდეგ რამდენიმე თვე და ეს კაცი მეორედ ცოლით დაბრუნდა აქ. მე მას არ შევხედრი ვარ. უბრალოდ ტელეფონით გავიგე რომ ის ასულა ძველში, სოფელში და როცა სოფლის ხალხი შეკითხიან რომ რისთვის დაბრუნდი, რამ ჩამოგიყვანა აქ იყავი რამდენიმე ხნის წინათ. მეო გადავწყვიტი აქ დაბრუნება და დასახლება. მთელი სოფელი გამოვიდა წინააღმდეგ, ლამის ის კაცი იქ უნდა ალბათ მოეკლათ. ასეთი სიტუაცია შეიქმნა. ზოგიერთმა წაუყენეს ისეთი ბრალდება, რომ მან და მისიანებმა 9-18 წელში რამდენადაც მე გადმომცეს, რომ ჩვენი ქართველობა უწამებიათ ბევრი, რომ ჩვენი ხელმძღვანელები არასული იყვნენ იქ, ალბათ ეს ამბავი დიდი ტრაგედიით დამთავრდებოდა.